ყველა დროს და ყველა საუკუნეში ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ვაჟკაცები თავის სამშობლოს იცავდნენ. ყველგან მე მიმაჩნია რომ სამამულო ომშიც, მანამდეც, მერეც ჩვენი აი ამ გაუბედურებული ამ რაღაცა ბოლო იმ წლების განმავლობაში რაც ჩვენ გადავიტანეთ და აი ეს პატივი და ეს მადლი, ეს ღირსება რაც დღეს აი აქ ჩვენ ნახეთ და ყველგან ალბათ სადაც კი ეს ტრაგედია იყო ყველა კუთხეში და ყველა მხარეში იგივე იქნებოდა. მე დარწმუნებული ვარ ბევრ ქართველს, ბევრ ახალგაზრდას, ბევრ ვაჟხეთს კიდევ უფრო გმირობისგან ჩაუნერგავს თავის ზალას მადლს რომ ხვალდაზე მეტი გმირობა ჩაიდნო მეტი ვაჟკაცსავად იმსახუროს და ემსახუროს ქვეყანას. ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ეს საორჭოფო იყოს რომ ემსახუროს ქვეყანას როგორ ემსახურება იქ რა, მაგრამ დაგიღა ეს ქართული იდეის, ქართული ჩვენი ეროვნული რაღაცა ჩვენი იდეის ნაწილი იყო და რომ ჩვენ მინდა ჩვენი ადგილი დავიკავოთ იქ სადაც ევროპაა და სადაც მუდამ მშვიდობა ალბათ რა თუ არ ჩავთვლით სხვა რაღაც ნიუანსებს ალბათ ეს ჩვენი ვალია, ჩვენი ქართული სახელმწიფოს ვალია და ყველა ვაჟკაცის ვალია ვინც მეც მაგვაშოროს ესეთი რამეები და სულ რა ვიცი სიკეთე ყოფილიყოს, მაგრამ მე მუხს მოვიდრეკ და ქეც ვიხრი აი ვაჟკაცების წინაშე. მართლა უსამძიმრე გულით საქართველოს ეს ძალიან დიდ დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, კერძოდ ყვარლისთვის, ის არის უკვე მეორე ჯარისკაცი ამ სოფლიდან, სოფელ ენიშევიდან, ვინც ბოლო წლებში შეეწირა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ამ 7 გმირის დაკრძალვა დაემთხვა ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს. მე უსამძიმრებ მათ ოჯახებს ერთმანეთში აყვნის მათს.